226 დაზარალებული და არც ერთი დასჯილი. რა ეტაპზეა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმების გამოძიება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ნოემბრიდან დეკემბრამდე სისხლის სამართლის საქმეების მონაცემებს აქვეყნებს. საუბარია საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებულ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე. განცხადებიდან ირკვევა, რომ კარლო კაციტაძის უწყებას არც ბრალდებული ყავს და არც დაკავებული. მარიამ ელიბაშვილი ჩაგორთება პირდაპირ ეთერში ამ თემით. გისმენ მარია. კეთი სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქვეყნებს განცხადებას და ირწმუნება, რომ გამოძიება ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა როგორც განცხადება შევია თავად აღნიშნული, ოფიციალური ბრალდებული ან დაკავებული ამ დროისთვის არავინ არ არის. 49 ჟურნალისტია ჯამში გამოკითხული კონკრეტულად პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების ან ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის თემასთან დაკავშირებით. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 16 დეკემბერს TV პირველი ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და მის ოპერატორს გიორგი შეწერულის კამერის მეხსიერების ბარათი უკვე უწყებაშია და ახლა სავარაუდოდ მეხსიერების ბარათზე იქნება ასახული ის ადამიანები, ვინც მათ თავს დაესხდნენ, როგორც უწყების განცხადებაშია ასევე აღნიშნული ამ დროისთვის 52 პირს მიენიჭა დაზარალებული სტატუსი და 226 პირზე სასამართლო ექსპერტიზაა ჩაანიშნული. არაერთი სასამართლო ექსპერტიზაზეა აქ საუბარი. ბუნებრივია ჩვენ ვესაუბრეთ აქციებზე, პროევროპულ აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ იმას, რომ ახლა ობიექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვთ კაციტაძის უწყებიდან, ვინაიდან ყველა უწყება ფაქტობრივად ქვეყანაში არსებული ახლა ივანიშვილის ტყვეობაშია და ივანიშვილს აქვს მიტაცებული, შესაბამისად ობიექტური გამოძიების მოლოდინი მათ არ აქვთ. ასევე სამოქალაქო აქტივისტები საუბრობენ იმ ადამიანებზე, ვინც ისინი დააკავეს არაპროპორციული ძალით, როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, მათ შეუძლიათ მოახდინონ იდენტიფიცირება კონკრეტული პირების, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ კონკრეტულად პროევროპულ აქციაზე დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს, ამ შემთხვევაში დავით გოგილაშვილს და ასევე ის გაქურდეს პროევროპულ აქციაზე. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პირადად კოკა კაციტაძეს არ აქვს პოლიტიკური ნება და მე ასე ვიტყოდი ნებართვა, რომ ეს საქმეები გამოიწიოს. ჩემზე თავდასხმის დღიდან თითქმის 2 თვე გავიდა და ამ დრომდე გამოძიებისგან ვერ მივიღე სრულყოფილი პასუხი. ამოიღეს თუ არა პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და ვინ გამოკითხეს. გამოძიებას შედეგი არ ექნება და ეს არის ბიძინა ივანიშვილისგან ღია გზავნილი, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ ვართ დაუცველები და ვერ ვისარგებლებთ გამოძიების უფლებით. ეს არის დაუსჯელობის სინდრომის გაღვივება, რომ ჩვენ შეგვეშინდეს და გავჩუმდეთ. ჩემი დაკავებიდან 1 თვის შემდეგ მოხდა მხოლოდ ჩემი დაზარალებული სტატუსის მიცემა, როდესაც ფაქტი იყო სახეზე, რომ მე ვიყავი ნაწამები ცხვირი გატეხილი სისხლინადენი მთლიანი ტანსაცმელი სიცხლით იყო შეღებილი და ამაზე პირველ მოთხოვნით არც მომცეს დაზარალებული სტატუსი და შემდგომ ბრძოლით მოვიპოვე ეს. ის განცხადება, რაც გააკეთეს, სრულიად ტყუილი არის, არაფერს ისინი არ აკეთებენ, არაფერს არ იძიებენ, იმიტომ რომ მე პირდაპირ შემიძლია ვუთხრა ჩემი დამკავებელი, ჩემი მწამებელი, ჩემი გამქურდავი, ვინც მე ტელეფონი მომპარა, ვინ რა ქვია, სად ცხოვრობს და შეუძლიათ დაკითხონ, გამოიძიონ, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ეს ყველაფერი, რასაც წერენ და განცხადებას აკეთებენ, არის ფორმალური. ივანიშვილის თქვა უწყების ხელმძღვანელები რეალურად არა საქმის აკეთებენ, არამედ ცდილობენ თქვა მაქსიმალურად მოახდინონ ქვეყნის ხელში ჩაგდება ამ ვიწრო ჯგუფისათვის და გარნაცვლად იმისა, რომ თქვა კანონმდებლობის საფუძველზე რაც ევალება და რაც ღია და აშკარა არის თვალსაჩინო პირდაპირ ეთერში და ასე მილიონი კადრი არსებობს, ესე მკაფიო დანაშაულს არ იძიებენ. როგორც ეს სამსახური, ისე ყველა სხვა უწყება ემსახურება არალეგიტიმურ ქართულ ოცნებას, რომელიც ცდილობს საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო მოახდინოს ქვეყნის დარჩენილი 80%-ის ოკუპაცია. როგორც უწყება თავად ავრცელებს პერიმეტრებიდან ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, მე შევახსენებ მაყურებელს, რომ გამოძიება 333 და 154 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობრივი გზის გადამეტებას და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. მიუხედავად ამ განცხადებისა, კაციტაძის უწყებას ამ დრომდე არც დაკავებული და არც ბრალდებული არავინ არ ჰყავს.